ქალაქს როცა ძინავს და მზე არა მოსული, მაშინ მე ვიღვიძებ, დგები, ვიწყებ ქალაქზე სისუფთავეზე ზრუნვას. სულ სხვანაირია ქალაქი, თვითონ თავისი რაღაცა სხვა ინტიმი, სხვა მდუმარება და სხვა გარემო, სხვა განწყობა აქვს საერთოდ. მე ვაპირებ ასეთი საავტორო სპექტაკლის გაკეთებას, რომელიც იწყება ასე დილის საათი რეკავს და იღვიძებ, გადიხარ თან სამუშაოდ და მთვარე მოყვება. ცუგები მოყვებიან, ქუჩის ცუგები, ხეები, რაღაცა და იწყებ უკვე ამ დროს შენ იწყებ მუშაობას და ფიქრს უკვე იწყებ, რაღაცებს ინიშნავ, რომ მე გადაიღო და იფიქრო და აი ამ რაღაცა საავტორო სპექტაკლში მინდა რომ ესენი იყოს. ჩემი დღის დაწყება, ჩემი გათენება, მიუხედავად იმისა, რომ მზე არა ჯერ მოსული და ქალაქს ძინავს. თეატრია. ქუთაისური სახლები, თან გალერიიდან და დაწვიმარილო არის. მუზეა ხო? კი. და ხალხიც რომ მოჩანს, ძალიან საინტერესო რაღაც ჩასაფრებული ადგილიდან რო ხარ რაღაცა და უცებ მოულოდნელად იღებ ფოტოებს. ფოტო, ხელოვნება, ეს ვიდეო იქნება, თეატრი იქნება, მატერიალური, სულიერი და აი ყველანაირი ეს რუტინა, მთელი ცხოვრება არის ერთმანეთთან ცხოვრობს. ეს ცალკე არ არსებობს. ჩემს გამოფენას ქვია ანტრაქტი. და რატო ანტრაქტი? ანტრაქტის დროს ადამიანები, მაყურებლები ისვენებენ და ერთმანეთს უყურებენ. აი მოდი შევისვენოთ, შევხედოთ ერთმანეთს და რაც უნდა შევხედოთ, დავინახოთ, აი უკვე ამ რაღაცა ასე ვთქვათ, ერთგვარი რაღაცა სისტემური სპექტაკლიდან ჩვენ ვისვენებთ, რაღაცა დაგეგმილი სპექტაკლიდან ვისვენებთ და ვხედავთ 10-15 წუთი. თუმცა გამოფენა გაგრძელდა 1 კვირა და დაახლოებით ქალაქში გამოვიდა 200 საათიანი ანტრაქტი. 200 საათი გაგრძელდა ანტრაქტი ქალაქში. ანტრაქტი რა არის? დავინახოთ ერთმანეთი, დავინახოთ, შევხედოთ და დავინახოთ ეს ბედნიერების ერთ-ერთი ნაბიჯი. შენ ლექსებს მე იძულებული ვიქნები და ლექსების დასაწერად დრო აღარ დამიჩნდა. ეს რთული კონკურენციაა და რადგან ხელფირებას ერთი მსახიობის თეატრი მე არ გონია იყოს მარტო თეატრალური ხელოვნების დარგი და სფერო და განყოფილება. ეს არის თვითონ ინდივიდის და ადამიანის ნაბიჯი და პოზიცია და მდგომარეობა და ცხოვრება. მე მაღლად მივყავს შუაღამის ვერცხლის ბინდები, სტუმრად პატიჟობ რთული ცნობის წალკოდის წიაღს და მარად ბიჭი თვითონ ლექსზე დავქორწინდები. ჩვენ კარგად დაუკვირდები და მოვკრიბავთ იმ ყველაფერს, ან მასალებს რაღაცებს, ეს შეგვიძლია ყველგან წარმოვადგინოთ. ჩვენ შეგვიძლია ყველგან ვიყოთ ის ერთი მსახიობის თეატრის მსახიობი. სოციალური ჩართულობით წლების წინ რაღაც კასტინგი იყო, შერჩევა იყო და წლების წინ თამაში რამდენიმე სატელევიზიო ფილმშიც მივიღე მონაწილეობა. ეს იყო ეჰნებობრებო, ჯერ შეიცადე ოტელო ქუთაისში. ეს ქუთაისია გადაღებული, აი ქეთევან კოლხიდელი, ქალბატონ ქეთევანი თამაშობს იმ ფილმში. და თითქმის ყველა მსახიობი თამაშობს
როინიშვილის, ამანიშვილის, ზვიად სანაძე და აი ძალიან ისეთი ფილმი გამოვიდა რაღაც ქუთაისური. დრო არის ამ ყველაფერში და ამ დროში თვითონ მოჩანს ჩემი სახე, ჩემი სათქმელი, ტკივილები, ემოციები და ამიტომ მე ადრე წლების წინ რაღაცა ფოტო გამოფენას რაღაცა ზერელებ უყურებდი. მაგრამ როცა შენ იღებ, აკეთებ საავტორო გამოფენას, ეს წლები ეს 10 წელი, სულ მინიმუმ 10 წლის დამუშავარი არის, ეს მოკრებილი, ეს დამუშავებები ხედავ, რომ ეს ყველაფერი თურმე შენი სათქმელი, შენი ნაბიჯებია. ოღონდ სხვა პიროვნებები ლაპარაკობენ, ხეები ლაპარაკობენ, ძაღლი ლაპარაკობს, კატა ლაპარაკობს, ქალაქი ლაპარაკობს. აი ამ ყველაფერს ლაპარაკობს სხვა შენს მაგივრად, თუმცა ამ ყველაფრის უკან და გულში შენ ახარ. მე ახლა ანდრასტიკი არა სპექტაკლი ნახე. ხო, თალე. და სპექტაკლი ნახე თავისი ტექსტებით, თავისი ცევდით, თავისი წუხილით და თავისი სიხარულით. თეატრია ეს ყველაფერი.